შემდეგ ჰადისში მამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა إن من أكبر الكبائر أن يلعن الرجل والديه. ჭეშმარიტად უდიდესი აცოდები ხო არის ჩვენთან დიდი ცოდები ხო არის როგორც ღება, მუშობა და ასე შემდეგ. შუა მასალასთან თქვა რომ ჭეშმარიტათო ნახეთ. სიტყვა ინა ნიშნავს ჭეშმარიტად უფრო ამტკიცებს მის სიტყვებს. ანუ უფრო დიდი ყურადღება მიაქცევთ ამ სიტყვებს. إن من أكبر الكبائر. ჭეშმარიტად უდიდესი ცოდებისგან არის რა, როცა ადამიანი წევილის თავის მშობლებს. აქ შედის ასევე გინებას, შეურაცხყოფას, ჩხუბის მშობლებთან და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა არისო და საჰაბებს გაუკვირდათ როგორ შეიძლება ადამიანი თავის მშობლის შეურაცხყოფა მიაყენოს. აი ვერ წარმოიდგენს ეგეთი რაღაცა. და შომავსალთან რა თქვა? يلعن أبا الرجل فيلعن أباه. ადამიანი ვიღაცა კაცის მშობლებს შეურაცხყოფას მიაყენებს და მე ის კაცი იგივე სიტყვის მაგას უბრუნებს. მის მშობლებს შეურაცხყოფას აყენებს. და თქვა შომავსალს რამ? ويلعن أمه فيلعن أمه. მის დედას შეურაცხყოფას აყენებს და მე ის კაცი უბრუნებს მის დედას შეურაცხყოფას აყენებს. შომავსალს თქვა რომ ეს იგივე რომ შენ დედა შენ შეურაცხყოფა მიაყენე. მოხდა რაღაც გამათი ვიღაცასთან, რაღაცა ქუჩაში ჩხუბი მოგივიდა, არ გაბედო ვიღაცი დედას შეურაცხყოფა მიაყენო. და მე როცა ის ადამიანი დაუბრუნებს იმ სიტყვებს, იმას არ უნდა გაუკვირდეს რატო. ანუ ეს ასევე ნიშნავს მეგო რომ ალიმები ამ ჰადისის გამო დიდი წიგნები დაწერეს. მარტო ამ ერთი ჰადისის გამო. ეს მარტო მაგას კი არ ეხება. მაგალითად რაღაც არის, შენ იცი თუ მაგას შენ შეეხები, შენ უბედურება მოგივა. ნოეხები იმ რაღაცას. ნოაკეთებ იმას. იმიტომ თუ რაღაცა შენ მოგიუყე, შენ თავს დააბრალე. და ასე მინდა თქვა რომ მშობლების პატივისცემა ისლამში არის ძალიან დიდი. ყველაზე დიდი ცოდვა ისლამში რა არის ჩვენთან? შირქი. მიფასუეთ, ყველანი ვიცით. შირქი, ქუფრი, შირქი ურწმუნოება. როცა ადამიანი თანაზიას უქმნის ალლაჰს. ალლაჰმა ყურანში თქვა, შირქი არ გავკითხოთ ალლაჰსო, თანაზი არ შევქმნით ალლაჰსო და პატივი ეცით ან კარგად მოიმყარით მშობლებსო. ნახეთ. ყველაზე დიდ ბრძანებასთან ალლაჰი მოიტანა მეორე დიდი ბრძანება რა? მშობლების პატივისცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი ამხელა დიდი ადგილი აქვს მშობლებს ისლამში, ჩვენს რწმენაში. ყველაზე დიდი ცოდვის მერე ალლაჰმა ახსინა რა? დამორჩილება მშობლების მიმართ. სიკეთის გაკეთება მშობლების მიმართ. და თუ ადამიანი თავის მშობლების პატივს არ ასცემს, ლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს, შირკის მერე შეიძლება თქვათ, რომ შირკის მერე ცოდვა მოდის ეს ცოდვა.